მოგამშვიდობის, თქვენ უყურებთ ამაოების ბაზარს ტაბულაზე, ჩვენი სტუმარია ზაზა ვარდიაშვილი, ბავშვთა ფსიქოლოგი და ჩვენ დღევანდელი გადაცემა მოგესალმებით ზაზა. ჩვენ დღევანდელი გადაცემა წარიმართება ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხის ირგვლივ. ეს საკითხი მოიტანა ერთმა კვლევამ, რომელიც ჩაატარა გაეროს ბავშვთა ფონდმა, გაეროს ბავშვთა ფონდის დაკვეთით ჩაატარდა და რომელმაც აჩვენა, ვფიქრობ, მძიმე შედეგი. მძიმე შედეგი იმ მხრივ, რომ 60% გამოკითხულების და სრული საფუძველი გვაქვს თქვათ მოსახლეობისა საქართველოში მომხრეა აღზრდის მკაცრი მეთოდებისა ოჯახში და მეაჩნია, რომ ამ აღზრდის მკაცრ მეთოდებს მოაქვს უკეთესი შედეგი ვიდრე სხვა არაძალადობრივ აღზრდას. როცა ასეთ შედეგს უყურებ, გაქვს სრული საფუძველი ჩათვალო, რომ ეს არის ქართული კულტურის ფუნდამენტური მახასიათებელი. ბავშვთა მიმართ სიმკაცრე, რომ არა ვთქვათ ბავშვთა მიმართ ძალადობა. თქვენი პროფესიის მქონე კაცს გიწევთ ებრძოლოთ ამ ქართული კულტურის აი ამ მახასიათებელს, მის შედეგებს, მის კვალს. რა თქმა უნდა, საკმაოდ ყურადსაღები მაჩვენებლებია. თუმცა ზოგადად რომ ავიღოთ მსოფლიოს ჩატარებული კვლევები, სხვა ქვეყნების ჩატარებული კვლევები, ამერიკაში და ევროპაში მშობლების დაახლოებით 70% მინიმუმ ერთხელ მაინც ფიზიკურ ძალადობას მიმართავს საკუთარ შვილებთან დაკავშირებით. რას ვიზავთ, ესეთი ფენომენი გვხდება. რაც შეეხება თვითონ ძალისმიერი აღზრდის მეთოდიკას, ამასთან დაკავშირებით ერთი ესეთი საყურადღებო კვლევა. ჩინეთში არის რეგიონი, სადაც 40 მილიონი მოსახლეა. ამ რეგიონმა მიიპყრო ყურადღება იმით, რომ ფაქტიურად 100 წელზე მეტია მძიმე დანაშაული ამ რეგიონში არ მომხდარა. დაიწყეს კვლევა, რატომ არის ეს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერი დევს ბავშვის აღზრდაში. კონკრეტულად არის ისეთი ეთნოკულტურა აღნიშნულ რეგიონში, სუბკულტურა, რომ მშობლები არ ახდენენ ძალისმიერ ზემოქმედებას ბავშვზე. ძალისმიერ კი არა, ხმისაწევით, ყვირილით და ასეთი აი ამ ზემოქმედებას აბსოლუტურად არანაირ ძალადობას არ მიმართავენ. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები აწყობენ ისტერიკას, ვარდებიან პანიკაში და ასე შემდეგ, მაგრამ მშობლები მოთმინებით აგვირდებიან ამ ყველაფერს. ამან მოიტანა ის, რომ დანაშაული ფაქტიურად არ არის. და არის მეორე რეგიონი გვინეა, სადაც 100,000 ადამიანზე 200 მკვლელობა ხდება და აი იქ ტრადიციულად არის აღზრდის ცემითი მეთოდები. ანუ მცირე დანაშაულზეც კი მამა შვილს დიდი ჩოხით ურტყავს. ბევრ შემთხვევაში უმიზეზოდაც კი. ანუ აქვთ ასეთი კულტურა, რომ ტკივილს უნდა გაუძლოს, ასე უნდა აბიზარდოს მამაკაცად. ვღებულობთ ძალიან აგრესიულ საზოგადოებას, რომელიც ზოგადად არის საფრთხის მომტანი. აი სწორედ აქედან გამომდინარე, თვითონ მშობლებსაც შეუძლიათ, რომ მიცენ შეფასება, როგორი უნდათ იყოს მათი შვილები. ამ თქვენი სამუშაო, როგორც მესმის, გულისხმობს მუშაობას უფრო მშობლებთან, ვიდრე ბავშვებთან. რა თქმა უნდა. ცეთ ზოგადად ჩვენს პროფესიაში პრობლემების ნახევარზე მეტი არის აღზრდითი პრობლემები. ბავშვი ციდან არ ვარდება, ბავშვი არის დედის და მამის გენეტიკა, დედის და მამის აღზრდა. ნებისმიერი პრობლემა, რაც ემართება ბავშვს, ეს არის ან გენეტიკური ფაქტორებით, ან აღზრდითი ფაქტორებით განპირობებული. ერთ ქართული ანდაზა პოეტ მურმან ლებანიძეს სახოტბო ლექსიც აქვს მიძღვნილი, სადაც ეს ანდაზა რეფრენად გაზდევს სტრიქონებს, შვილი გაზარდე მტრად, გამოგადგება მოყვრად და სულ მაინტერესებდა რატო იყო ეს სიმართლე. იმიტომ რომ ანდაზებს როგორც წესი გვაწვდიან, როგორც ხალხურ სიბრძნეს ჭეშმარიტების ძალიან მოკლე ფორმულებით გამოხატვას. ამ დროს აი ეს შვილი გაზარდე მტრად გამოგადგება მოყვრად ალბათ ყველაზე დიდ ეჭვს იწვევს ქართულ ხალხურ სიბრძნეში. მოდი ვთქვათ, ჯერ ძალადობის აფორმები არსებობს ოჯახში, გამოყოფენ ძირითადად ფიზიკურ ძალადობას, სექსუალურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას და იგნორირებას თურმე ითვლება ძალადობის ფორმა. დაუინტერესებლობა, უგულებელყოფა ბავშვის თურმე ძალადობის ფორმად ითვლება. ის რაც შეიძლება კაცს ჩაგეთვალა ბავშვისთვის თავისუფლების მინიჭებად, ხო? ის შეიძლება მან აღიქვას იგნორირებად. ასეა, ხო? მაგრამ აი იგნორირებას რან კარგი თქვა ფსიქოლოგიურ ძალადობას, სექსუალურს და ფიზიკურს კიდე შეიძლება ამის შედეგებით დილეტანტმაც კი დაინახოს როგორ მიხვდეს, რა შეიძლება ამას მოყვეს. მაგრამ აი ეს იგნორირებას რა ნეგატივი შეიძლება მოხდეს?
ერთი წუთით აი ანდაზასთან დაკავშირებით შევჩერდები. თქვენ წარმოიდგინეთ, გარკვეულწილად ეს ანდაზა შეიძლება ვთქვათ, რომ მართალია რა კუთხით. იყო არის ასეთი ფსიქოლოგი ბაუმგერტი, რომელმაც მთელ მსოფლიოში შემოიარა, შეისწავლა მისმა ჯგუფმა აღზრდის მეთოდები და გამოყო 3 ტიპი: ავტორიტეტული, ავტორიტარული და ჩაურევლობით. აღზრდის ტიპი. ანუ ავტორიტეტული გულისხმობს საუბარს, ახსნა განმარტებას, მითითებებს, არასწორ ქცევაზე, ოღონდ მითითებებს, მშვიდად, წყნარად და წახალისებებს ნებისმიერი პოზიტიური ქცევის. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვღებულობთ ადამიანს, რომელიც არის თავისუფალი, იდეებით აღჭურვილი და ადამიანი, რომელსაც შეუძლია შექმნას რამე ახალი და ფიქსიროს თავის საზოგადოებაში. მეორე სტილი, რასაც ქვია ავტორიტარული, რომელიც გულისხმობს აღზრდებს. აი ამ შემთხვევაში უმეტესად ვღებულობთ პიროვნებას, რომელიც არის კანონმორჩილი, ტრადიციების აქტიურად მიმყოლი და გამგრძელებელი, ბევრ შემთხვევაში მშობლების დამფასებელი, მაგრამ უინიციატივო და ასე თქვა სოციალურად იმპოტენციისკენ დიახ, აი სოციალურად პასიური პიროვნება. რაც შეეხება ჩაურევლობით აღზრდას, იქ საკმაოდ სავალალო შედეგები. აბა, სავალალო რას ნიშნავს? კრიმინალიზაცია მოდი მაშინ მოძიერ განმარტოთ რას ნიშნავს ჩაურევლობით აღზრდა. თქვენ პირველი ორი განმარტეთ, ავტორიტეტული და ავტორიტარული და ჩაურევლობა რა არის? ჩაურევლობით არის დიახ, როდესაც მშობელი არ აკონტროლებს, არ აძლევს მითითებებს ქცევებთან დაკავშირებით და პლუს, როდესაც არა თანმიმდევრულია მშობლების მითითება. ანუ რომელიმე კონკრეტულ ქცევაზე ერთი მშობელი სჯის, მაგრამ მეორე ახალისებს ასეთ ქცევას. ხომ აი ეს არის სწორედ აი ეს სტილი. თვითონ ბავშვისთვის, იცით, აი ბავშვი რაღაც საოცარი ფენომენია, რომელიც მიმართულია სწავლაზე. ბავშვობა ეს არის უფროსობისთვის, დიდობისთვის მომზადება, ხომ? თვითონ აი ამ ძალადობასთან დაკავშირებით ბავშვებშიც კი ჩაატარეს კვლევები ადრეულ სასკოლო ასაკის ბავშვებში და იყო რამოდენიმე კითხვა, აი სხვადასხვა რაკურსით დასმული და ერთ-ერთი კითხვა იყო, რომ როდესაც ბავშვმა ჩაიდინა რაღაც ცუდი საქციელი, ამართლებთ თუ არა დასჯას მშობლების მხრიდან. ბავშვებს კითხეს ეს? ბავშვებს კითხეს, ბავშვების უმეტესობა დასჯას ამართლებს, მაგრამ აი ამ დასჯის ფორმებთან დაკავშირებით არის სხვა. ამაზეც ჰქონდათ კითხვები? ამაზეც ჰქონდათ კი დასჯის ფორმებზე. ყველაზე მძიმე დასჯის ფორმად ბავშვები თვლიდნენ, როდესაც მშობელი არ ელაპარაკება. ანუ წვეთს მასთან საუბარს. პირველ ადგილზე ამას აღენებდნენ. აი ეს არის იცით სწორედ აი ძალადობის ფორმათაც აი ეს უგულვებყოფა ბავშვის, სწორედ ამიტომაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ძალიან მძიმე გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოემოციურ სისტემაზე. ისევე აი ამ კვლევებით ერთი ასეთი საინტერესო შემთხვევა ყველაზე მწვავედ ბავშვზე მოქმედებს არაცემა ან სხვანაირი დასჯის მეთოდები. ყველაზე საშინლად ბავშვზე მოქმედებს, როდესაც მშობელი ადარებს სხვა ბავშვს. თუნდაც დედმამიშვილს. თუნდაც დედმამიშვილს განსაკუთრებით მწვავედ მოქმედებს. რატომ მოქმედებს? იმიტომ რომ რას ურჩევს? მთავარი იცით რა არის? სხვა ბავშვს მისი შვილისთვის უარესობის კუთხით, ხო? ანუ ის რო ჯობია და ის არის ის ჯობია, ის უკეთესია. არის როგორი მომენტი, იცით, ახლა 9 წლამდე ადამიანის წამყვანი შიში არის სეპარაციული შიში. ანუ ყველა შიში ბავშვის მომდინარეობს აქედან. ბავშვმა შეძლია მშობლის გარეშე არ დარჩეს, იმიტომ რომ ეს ევოლუციურად ჩამოყალიბებული გარკვეული მექანიზმია, რომ გადარჩენისთვის საჭიროა მშობელი, რომელიც არის დაცვა მისთვის. ამიტომ შესაბამისად ბავშვი არ ნერვიულობს თავის ავადმყოფობაზე, მაგრამ ნერვიულობს ძალიან დედის ავადმყოფობაზე. არ ნერვიულობს თვითონ რომ რამეს ტკივა, მაგრამ ძალიან ნერვიულობს, როდესაც დედა ამას რომ თავი მტკივა. საშინლად მოქმედებს ბავშვი, როდესაც მშობლები ჩხუბობენ, ან თუნდაც კამათობენ მისი ბატიდან დასწრებით. ეს კი არა 2 წლის ბავშვი, 2 წლის ეს არის უნებლიე ძალადობა მის მიმართ? რა თქმა უნდა. მშობლების ჩხუბა. ეს ბევრად უფრო ძლიერი ძალადობა თავისი ძალით, ვიდრე უშუალოდ დედამ დასაჯოს ფიზიკურად. ეს ბევრად უფრო მწვავედ აღსასვავს ბავშვზე. თქვენ მძანებთ, რომ ყველაზე მძიმედ ბავშვი შეიძლება აღიქონდეს იმას, რომ მას არ ელაპარაკებიან. მოდი დავუბრუნდეთ ლოკალურ კონტექსტს, ანუ ჩვენს საზოგადოებას. ამდენ მოლაპარაკეა ამ მხრივ ქართული საზოგადოება, ქართული კულტურა. ლაპარაკი რო გიყვარს, ეგ ვიცით. ერთხელ მახსოვს ადრე წავიკითხე ორტეგაი გასეტის ესე ველასკესის შესახებ, სადაც ის ამბობს, რომ ამ კაცის, ანუ ველასკესის ფანტასტიკური ნიჭერების მიუხედავად, რატომ დატოვა ამ კაცმა
ცოტა მემკვიდრეობა, ხო? იმიტომ რომ მას ქონდა ყველა პირობა რომ მხოლოდ ეხატა, სამეფო კარის მხატვარი არ იყო და შეიძლება ეხატა, თავის გემოზე ძალიან ბევრი, მაგრამ იმდენიც არ უხატიაო, ასე თulis თვითონ. და თვითონ ეძლევა პასუხს, იმიტომ რომ ის ძალიან დიდ დროს უთმობდა იმას, რასაც ესპანელები საერთოდ უთმობენ დროს. ანუ ლაპარაკში გავოვიდა, ლაპარაკი და მეფის მსახურება ეს იყო მისი საყვარელი საქმე. ხო და ლაპარაკი ჩვენს გვიყვარს, ჭორაობა და ასე შემდეგ. მაგრამ რაც შეეხება აი ესეთ გამიზნულ ლაპარაკს ბავშვთან, მინდა გკითხოთ, ბუნებრივია თქვენი პრაქტიკის არც ერთი კონკრეტული მაგალითი ვინაობებით და იმით აქ არ გაიმხილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც დაკვირვებები უთუოდ გექნებათ. ელაპარაკებიან თუ არა მშობლები შვილებს აქ და როგორ ელაპარაკებიან? იმიტომ რომ როგორც მე ხვდები თქვენი აქამდელი საუბრიდან გამომდინარე, სწორედ ლაპარაკის ფორმას აქვს მნიშვნელობა და შევეხოთ ამასაც. ასე მესმის, რომ ალტერნატივა ამ ლაპარაკს კი აქვს, მაგრამ ეს არის უცუდი ალტერნატივა, როგორც ხედავ. ასე რომ მოდი ჯერ თქვენი ზოგად დაკვირვება იმაზე, ამდენად ვიწუხებთ თავს ქართველი მშობლები, საიმისოდ რომ ბავშვებს ლაპარაკით გავაგებინოთ და არა ავტორიტარული ქცევით რაიმე. იცით, ამ ხრივაც საბედნიეროდ გარკვეული წინსვლა ჩვენთან ყოველ შემთხვევაში თბილისში შეინიშნება, იმიტომ რომ ხა ვინც არიან მშობლები 28-30 წლამდე ძალიან განსხვავდებიან იმისგან, რაც უფროსი თაობისგან. ანუ აქ გვაქვს ბევრი ძალიან პოზიტიური დადებითი. ორივე მშობლის მონაწილეობა აღზრდაში, ორივე მშობლის ასეთი დამოკიდებულება ისეთი, რომ კამათიან რაღაც გადაწყვეტა ბავშვის თვალწინ არ ხდება. გადანაწილება ურთიერთობის ბავშვთან, იგივე ახსნა განმარტებები ბავშვის მიმართ. რა მოიტანა ეს როგორ? ალბათ მოიტანა უკვე იმად რომ ლიტერატურა ბევრია, ხელმისაწვდომია, პლუს შემოვიდა ეს კულტურაც ფსიქოლოგის კონსულტირება და ყოველივე ამან. წინა თაობა ამას არ აკეთებდა. იყო ძირითადად ტრადიციულ მეთოდიკაზე დაყრდნობითი. კარგი. არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება საკითხის ესე დაყენება, მაგრამ აი ამ ავტორიტეტული, ანუ დიალოგური, რაც გნებათვის უწოდოთ მეთოდით აღზრდილი თაობა და ბავშვები შეიძლება თუ არა რაღაც ან კონფლიქტში მოვიდნენ ბავშვებთან, რომელიც აღიზარდნენ სხვა ტრადიციული მეთოდებით. და აქ საინტერესოა აი ეს ორი შედეგი, როცა ერთმანეთს ეხლება, ჩვენ რას ვიღებთ? ერთი მხრივ თქვათ, უფრო თავისუფალი, უფრო დიალოგურად განწყობილი ადამიანების კრებულია, მეორე მხრივ თქვენთვის არ იყოს უფრო ვერტიკალურ ურთიერთობებზე ურთიერთობების აღსარებელი ადამიანების. აი აქ ჟარგონს მოვიხმარ, ვერხს ვინ იღებს? იმიტომ რომ გასაგებია, რომ ძალის გამოყენებას არ უცხოობს სწორედ ერთი მხარე ასეთ შემთხვევაში. გარკვეული ტიპის შეჯახება, როგორც მე ვატყობ, თუ თქვენ რასაც ვცარებთ იმის განზოგადება შეიძლება, ამ კულტურაში არის მოსაოდნელი და ალბათ მალეც. იცით, ის არის, რაც ევროამერიკულმა ცივილიზაციამ გადაიტანა 60-იან, 70-იან წლებში. ანუ კონფლიქტი აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ აი ასეთი ორი განსხვავებული ფორმა, ორი განსხვავებული დამოკიდებულება, ორი განსხვავებული ფსიქოემოციური სფერო ერთად ძალიან გაჭირდება მათი. რასაც თქვენ მძანებთ, ეს უფრო ურბანული სივრცის ქალაქის მოსახლეობის მახასიათებელია თუ შეიძლება გავრცელოთ ეს ყველ საქართველოს? როგორ ათხოვთ? იცით რა არის, მე ძალიან ნაკლები შეხება მაქვს რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე. ამიტომ მიჭირს ამასთან დაკავშირებით. თუმცა იგივე ეს ადამიანები, ვის მომართავენ კონსულტაციისთვის არიან ბათუმიდან, ქუთაისიდან, საკმაოდ პროგრესულად და კარგ უყურებენ ამ ყველაფერს. უნდა ესეც ასაკობრივად უფრო ეს შეიმჩნევა. თქვენ მძანეთ, რომ მუშაობის საგრძნობი ნაწილი, ან უმეტესი ნაწილი მიდის მშობლებთან. საინტერესოა, ვინ უფრო უკეთ აღიქვამს, რასაც ეუბნებით, ვინ უფრო უკეთ ასრულებს, ბავშვი თუ მშობელი? გააჩნია ასაკს, გააჩნია მშობელს და გააჩნია ბავშვს. აქაც ისეთი ინდივიდუალური
მიდგომა არის აი ყოფილი. ბავშვს უჯობნია მშობლისთვის აღქმის, გაგების, ქცევის კორექციის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა. და რამხელა ბავშვს, აი პატარა 10 წლამდე ბავშვს შეუძლია ესა? 10 წლამდე ნაკლებად. უფრო შემდგომ აი 12 და ზემოთ ასაკის. ისეთი რა ძალიან ისეთი შემთხვევებია, როდესაც გვხვდება, რომ ბავშვს თავისი აზრი არ უნდა ქონდეს, ის მე უნდა მემორჩილებოდეს. დედების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება. ხდება ისეთი რაღაცა, რომ ის არაფერს არ ისწავლის ჩემს გარეშე და მე უნდა ვასწავლო, მე უნდა ვამეცადინო. არის მოთხოვნებიც, იცით, აი ხა ბავშვი, რომელიც არაჩვეულებრივია სპორტში და არის ძალიან ძლიერი ზეწოლა, რომ კარგი ნიშნები გქონდეს მათემატიკაში, რაღაც სხვა საქმეში. ამ დროს ჯობია რომ მიუშვა სპორტისკენ და რა თქმა უნდა, იცით, ხა ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური თვისებები აქვს, ეს კინესთეტიური ინტელექტი, ანუ ინტელექტი სპორტის მხრივ, საკუთარი სხეულის ფლობის ინტელექტი. საკმაოდ იშვიათი და დღესდღეობით კარგად გამოყენებადი ინტელექტი, ანუ კარგი სპორტსმენი ბევრად უფრო მეტს ხებულობს ცხოვრებიდან, ვიდრე თუნდაც კარგი მათემატიკოსი. ან მათემატიკოსი, რომელიც სპორტს ჩამოაშორეს, მაშინ ესე თქვა. ხო, ეგ რას თქვა ნახავზე, ბეკჰემი გამახსენდა, მას გაუზომეს, ასე ვთქვათ, სხეულის ინტელექტი, როცა ის საუკეთესო ფორმაში იყო და აი არის მე მგონი ნომერ 1 ინტელექტუალად სოფლიოში ამ კუთხით, სხეულის ინტელექტის კუთხით და მაშინ ამას რო კითხულობდი, მე უცხოვად ძალიან, იმიტომ რომ რაღაც ეს სად სად ინტელექტია, ვერ შეუთანადე ერთი მეორეს. კარგი. მოდით დავუბრუნდეთ მაინც ამას ბავშვთან მიმართ ძალადობის ტოლერანტულობას. მე ვთქვი, რომ აღზრდის მკაცრი მეთოდების მხარდამჭერია 60%, ხოლო ბავშვთან მიმართ ძალადობის უკვე აღზრდაზე არ არის ლაპარაკი საკუთრივ ძალადობაზე, ტოლერანტულია 45%. ერთი მხრივ, თქვენ კი ახსენეთ, რომ გამოჩნდა ლიტერატურა დროება შეიცვალა და შედარებით ახალი თაობისათვის 30 წლამდე ხალხისთვის გასაგები გახდა სხვა ტენდენციები, სხვა ცოდნა ბავშვთა აღზრდის საკითხებში. ეს არის ერთადერთი გზა საიბისოდ, რომ აუზელობითი კულტურა საქართველოში შეიცვალოს თუ კიდე შეიძლება არსებობდეს რაღაცა წყარო, რაც აი ამ მიმართებებს გამოცვლის. ანუ რო უფიქრდები, ჩვენ არც არაფერი გქონია ის აიმისოთ, რომ დაგვეყენებინა საპირწონედ ამ ეგრეთ წოდებული მკაცრი მეთოდებისათვის. თან სიტყვა მკაცრი ვფიქრობ ასევე მოითხოვს გაშლას. მე არ მინდა, ასე ჩემი უაღრესად დილეტანტური განმარტება შევთავაზო მაყურებელზე, მინდა თქვენ გთხოვოთ. თუ თქვენ გიწევთ თქვენს პრაქტიკაში საუბარი ამ მკაცრი მეთოდების და მკაცრი აღზრდის შესახებ, ამ ცნების მიღმა, რა დგას, რას გულისხმობს, რისი ერთობლიობაა ეს სიმკაცრე აღზრდისას? აი ეს არის სწორედ ეს ავტორიტარული დამოკიდებულება აღზრდასთან, რომ ბავშვი უპირობოდ უნდა ემორჩილებოდეს მშობლის ნებისმიერ კაპრიზს, მშობლის ნებისმიერ მოთხოვნას. უნდა იყოს უპირობო დამორჩილება. არ იქნება დამორჩილება და გატარდება სპეციფიური სანქციები. მოტივი ეს არის მშობლის შიშები. რის გამო? იმის გამო, რომ შვილის გამო არ მიიღოს საყვედურები, შვილმა არ გამოიწვიოს მასში რაღაც ისეთი განსაკუთრებული პრობლემა და არ წავიდეს არასწორი გზით, ასე ვთქვათ. არის იცით ახლა ერთი შემთხვევა მქონდა. რა თქმა უნდა, უნდობლობა. ახლა ერთი ესეთი საინტერესო შემთხვევა იყო. ბევრი პიროვნება, ვინც ჩემთან მოდის კონსულტაციაზე, მე მეგობრები ვართ და ეს მიყვება საკმაოდ დიდხანს. პიროვნება, რომელიც არაჩვეულებრივად სწავლობდა, იყო ბევრი ოლიმპიადის გამარჯვებული, ხო ნახე. ბავშვი 16 წლის ბიჭი და ერთ ღამეს იღვიძებს და ხედავს, რომ მშობელი ფანარით ამოწევს მის ვენებს. ეს არის როგორი მომენტი, იცით, ხა წარმოუდგენელია, ხო? აი ბავშვი, რომელიც აი ასე იქცევა, კონდეს რაღაც დამოკიდებულება, მაგრამ აქ პრობლემა მშობლის შიშია. ბავშვს შეუძლია ამის გაგება? რომ ეს შიში ნაკარნახევია, რაღაც მისი კარგად ყოფნის სურვილით და იმით რომ ეს არის სწორედ პრობლემა. ამით ბავშვმა მიიღო შეურაცხყოფა პირველ რიგში. საკმაოდ დიდი შეურაცხყოფა. თვითონ პიროვნება ისეთი რომ არ გაამახვილა ამაზე დიდი ყურადღება, გადაიტანა ხუმრობაში, მაგრამ დაცინა, ასე ვთქვათ, მაგრამ მამა უკეთებდა თუ დედა? ეს არის იცით
ქალის წამყვანი ინსტინქტი, დედობრივი ინსტინქტი, ანუ რაც ძვირფასია ეს ბევრ შემთხვევაში იწვევს ასეთ დამოკიდებულებას, რომ ძალიან უსაფუძვლო ხდება მშობლის შფოთი, დედის შფოთი შვილთან დაკავშირებით. ამიტომ მიმართავენ ასეთ მეთოდიკებს. ძალიან ხშირია იცით ასეთი ტერმინოლოგიაც, რომ მოატყუებენ, სვის ჭკუაზე გაივლის, რაღაცას გააკეთებინებენ. ხო? ბავშვს. ბავშვთან დაკავშირებით და სხუტავენ. იგივე ძალიან ხშირია იცით შემთხვევა, რომ ბავშვს უნდა წასვლა მეგობრებთან ერთად, მშობელი ამას უკრძალავს. და უკრძალავს რატომ? იმიტომ რომ ეს არის გარკვეული ეგოისტური დამოკიდებულება გარკვეულწილად. არა, იმიტომ რომ თვითონ რომ შვიდათ იყოს, თანახმაა რომ ბავშვს სიამოვნება აუკრძალოს. ესეც ხდება. მოდი სხვა სიტუაციები განვიხილოთ. მე მესმის ყოველ კონკრეტულ სიტუაციას სჭირდება ძალიან კონკრეტული რჩევა, უნიკალური შეიძლება. ყველა სიტუაცია ალბათ უნიკალურია თავისი ნიუანსების გამო. მაგრამ ვფიქრობ, არსებობს ტიპური სიტუაციებიც ბავშვებთან ურთიერთობაში, სადაც არ არის გამორიცხული მშობლებმა ხშირად იგრძნონ თავი უბრალოდ უმწეოდ, ხო? შენ წინაშე დგება უზარმაზარი კითხვის ნიშანი, როცა ბავშვის ქცევა შესცქერი და არ იცი რა გააკეთო. და მე ენდობი მიგაჩნია ალბათ რომ სწრაფად უნდა გააკეთო რაღაც და უკვე მოქმედებ ინსტინქტების სამარა, ინსტინქტებზე დაყრდნობით უფრო ვიდრე გონებაზე, ინტელექტზე, გააზრებაზე და ასე შემდეგ. მაგრამ როცა ის ზუსტად იცი, რომ ბავშვი ეწინააღმდეგება საღაზრს, აი 100%-იან საღაზრი რო არის, გაჯიუტებულია და ბიჭს არ დგამს ამ მიმართულებით. ეს საღაზრი გაქვს შენ. გინდა რომ ის მოიქცეს ამის მიხედვით. აი რას აკეთებ ამ დროს? რა შეიძლება იღონო ასეთ დროს? ან რა არ უნდა გააკეთო მოდებარების? იცით, გაღიზიანებს საშილად, ხო? როცა ხედავ რომ ეწინააღმდეგება ისეთ რაღაცას, რაც მისთვისაც სიკეთეა, შენთვისაც და სიტუაციასაც თქვათ, განმუხტავდა თუ დაალაგებდა. და აი ცოცხალი თავით არ უნდა ეს გნას. იცით რა არის, აქაც არის გარკვეული ასაკობრივი დამოკიდებულება. არის რაღაც ასაკი, როდესაც ბავშვი ვითარდება უკვე ეს თვითდამკვიდრების გარკვეული სპეციფიური ფორმა, ეს არის ეგრეთ წოდებული გარდამავალი ასაკი. ბიჭებში ეს საკმაოდ მწვავედ მიმდინარეობს. ამ დროს მოქმედებს ასეთი დამოკიდებულება, რომ უნდა მოახდინოს პირიქით სეპარაცია იმ გარემოსთან, რომელშიც აღიზარდა, თავისი უნდა შექმნას. არის იცით, ანუ ესეთი შემთხვევები გვხვდება, იყო და იქნება მუდმივად. უბრალოდ ამ შემთხვევაშიც ხა ადამიანები ვართ და ტყუილია ის გამოთქვა, რომ სხვის შეცდომებზე რამეს ვსწავლობთ. თავის შეცდომაზე უნდა ისწავლოს. ამას ვერ გამოვრიცხავთ. ბავშვი მაინც ისწავლის თავის შეცდომაზე. თვითონ რაც შეეხება მშობელს, ერთი ვარიანტი რომ ძალის მიერად დაუპირისპირდეს, მაგრამ ძალა უკუ რეაქციას იწვევს ყოველთვის. მეორე ვარიანტი ისევ საუბრებით და ისევ აი ამ შვიდად წყნარად შეგონებებით მოახდინოს დამოკიდებულება მის მიმართ. იმიტომ რომ იცით რა არის, აი თვითონ აგრესია, ხო, აგრესიის გამომწვევი ესეც შეისწავლოს ძალიან კარგად. მიზეზი არის ფრუსტრაცია. ანუ მშობელს აქვს შვილის მიმართ აგრესია. ესე იგი მასში არის რაღაც ფრუსტრაცია შვილთან დაკავშირებით. შვილს აქვს აგრესია მშობლის მიმართ. აქაც არის ფრუსტრაცია დაკავშირებით, ხო? ძალიან ხშირია ესეთი პრობლემა და დასჯები ტყუილის გამო. არ უფიქრდება აქ მშობელი, ისეთ მეორე მხარეს, რომ ადამიანი ტყუილს გვეუბნება ორ შემთხვევაში. ერთი ვარიანტი, როდესაც თავდაცვის მიზნით გვატყუებს, რომ ჩვენგან თავი დაიცვას, მეორე საკუთარი იმიჯის აწევის მიზნით, რომ ჩვენ თვალში იმიჯი აწიოს. ანუ თუ მშობელს შვილი ატყუებს, ხო, ერთი ან ეშინია მშობლის, მეორე, ესე იგი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ მშობელი მას აფასებს. როდესაც აი ეს ფაქტორები დაალაგდება, აღარ იქნება ეს ტყუილი. ქვემ ძალიან რომ ჩვენ სწავლობთ და ბავშვი სწავლობს თავის შეცდომებზე. მაშინ მოდი ეს შევხედოთ სიტუაციას, საკითხი დავაყენოთ ესე. ჩვენ ყველანი ვიყავით ბავშვები, მოზარდები და გქონდა რაღაცა წუხილები იმ დროს, თქვენ თქო, ბიჭებში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს, ხო, ეს გარდატეხის ასაკი. მაგრამ აი ხარ რომ გადავხედო, უნდა გამოვთქვი, რომ უამრავი რაღაც არ მახსოვს იმ პერიოდიდან, არ მახსოვს არც ჩემი განცდებიაც, არ მახსოვს მოკლედ. მე მიჩნდება კითხვა, თუ კი ჩვენ მოზრდილმა ადამიანებმა, დასრულმა ადამიანებმა ყველამ გამოვიარეთ ის პერიოდი,
რომელშიც ასე დუღდით მოკლედ რა და ყალიბდებოდით ჩვენ შვილებთან ურთიერთობის დროს. რომელი პარადიგმა იღუძებს ჩვენში? ის თუ როგორ გვექცეოდნენ ჩვენ მაშინ ჩვენი მშობლები, თუ ის რა ქცევას მოვითხოვდით ჩვენ მათგან. უპირატესად რა ხდება? იმიტომ რომ თუ შენ შეგიძლია ან გინდა რომ გაუგო ბავშვს, რატომაც გქონია რომ ჯობია გაიხსენო შენი ბავშვობა ამ ხრი, რაღაც თავსწავალ დაატანო და ასე ვთქვათ უფრო ემპათიური იყო მის მიმართ. ეს არ ვიცი რამდენად რთულია, იოლია, საერთოდ გამოსავალია თუ არა. ამ წუთას რო გისმენთ, უბრალოდ ლოგიკურად მიჩნდება ასეთი კითხვა. რას არჩევენ უფრო ადამიანები შვილებთან ურთიერთობისას? ითამაშონ თავისი მშობლის როლი თუ ითამაშონ თავიანთი ახალგაზრდობის, თავიანთი ბავშვობის დროინდელი როლი? აი ეს ყველაფერი ისევ დამოკიდებულია იმ ფაქტორებზე, რაც იყო მათ აღზრდაში. ძალიან ბევრი პიროვნებისგან მომისმენია, რომ მე მამამ სჯიდა და ასე მსრდიდა, კმაყოფილი ვარ იმით მე ვინც ვარ, თუმცა არ ქონია ესეთ ადამიანს, არ აქვს ამ ადამიანს ბევრი რამე საამაყო და ჩემს შვილსაც იგივე სახით აღვსდი. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც აქვთ კრიტიკა ამასთან დაკავშირებით და ცვლიან აღზრდას და მიდგომის სტილს ბავშვებთან. აქ მოქმედებს იცით აი ეს ბევრი წლის წინ ჩვენს ქვეყანაში არ იყო ამაზე საუბარი. მოქმედებს სოციოეკონომიური სტატუსი იგივე აი ამ აღზრდასთან დაკავშირებით. განმარტოთ მოდიეთ. ანუ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უფრო კარგი განათლება, უფრო სხვა სოციოეკონომიური სტატუსის მატარებლები არიან და მიუწვდებათ ხელი ლიტერატურასთან, მიუწვდებათ ხელი ფსიქოლოგთან და ფსიქოლოგის კონსულტაციასთან, უფრო მეტად ცდილობენ, რომ შემოიტანონ სხვა სტილი აღზრდის. ანუ ის რაც რჩევებზე და ამ ლიტერატურაზეა დამყარებული. ადამიანების ის ნაწილი, რომელსაც აქვს თუნდაც იგივე ენობრივი ბარიერი და ვერ კითხულობს ამ ლიტერატურას, ხო, ის ძირითადად უკვე ამ ტრადიციულ მეთოდებთან დაკავშირებით მოქმედებს. კარგი, შენ შეიძლება დაგჭირდეს ფსიქოლოგი გარკვეულ პრობლემათა წარმოშობისას, ოჯახის შიგნით, ბავშვებთან ურთიერთობისას. მაგრამ ფსიქოლოგი ჩავთვალოთ, რომ ეს არის მეც ოპერატიული რეაგირების ინსტრუმენტი. თქვენი აზრით, აი ესე საიმედოდ, ღრმად, გრძელვადიანად, რამ შეიძლება არ ვიტყვი შეცვალოს, რამ შეიძლება პოზიტიურად იმოქმედოს კულტურაზე. საიდან შეიძლება მიუდგე სინამდვილეს ჩვენს კულტურას საიმისოთ, რომ აი ეს ძალადობრივი აღზრდის, ძალადობრივი მიმართების პარადიგმები შეიცვალოს. ეს არის განათლების სისტემა, ეს არის კიდევ არ ვიცი რა, ხო? ალბათ ერთი ინსტრუმენტი არ არის, ხო? მრავალი გზა შეიძლება აქეთკენ მიდიოდეს. რა შესაძლებლობები გვაქვს ჩვენ ამ მხრივ? რას არ ვიყენებთ? რა არასწორად გამოვიყენეთ, როგორ ფიქრობთ? ისეთ არის ძალიან პოზიტიურია იგივე ფსიქოლოგიის ინსტიტუტის გამოყენება. მაგრამ დღესდღეობით საქართველოში რაიონებშიც კი არიან ძალიან კომპეტენტური სპეციალისტები. მათ აქვთ შესაბამისი საკმაოდ კარგი განათლება მიღებული ამ სფეროში და შეუძლია ძალიან კარგი რჩევა მიცენ მშობლებს აი ამ პრობლემებთან დაკავშირებით. ალბათ ეს არის ერთადერთი მექანიზმი, რაც შეიძლება გამოიყენოს. საგანმანათლებლო პროგრამები, ახალი ინტერპრეტაციები ჩვენს კულტურაში, ახალი მიდგომები, სამოქალაქო განათლების კომპონენტის უფრო დახვეწა, გაძლიერება ესენი. რა თქმა უნდა, ესეც აი იგივე საგანმანათლებლო კუთხით ძალიან კარგად იმუშავება. მაგრამ ამ მხრივ თქვენ რაიმეს ხედავთ, ამ ქვეყანაში ეკეთება? გამიჭირდება გითხრათ, იცით, იყო რამოდენიმე პროექტი იგივე მონაწილეობდი მეც. 2004 წელში თუ არ ვცდები გამოიცა USAID-ის დაფინანსებით იყო გამოიცა ესეთი სახელმწიფო მშობლებისთვის, სადაც იყო აი ეს რეკომენდაციები მოყვანილი და ბევრ რეგიონში დარიგდა უფასოდ გაკეთდა ოსურ ენაზეც, აფხაზურ ენაზეც, დარიგდა ჩრდილო კავკასიაში ქართველები მონაწილეობით ამის შემუშავებაში. იმას შემდეგ უბრალოდ მე ვერ გეტყვით გაკეთდა თუ არა. თუმცა ეს იყო. ჩვენ ხშირად ვაწყდებით, როგორც მშობლები, ბავშვის ნეგატიურ გზნობებს და მიგვაჩნია, რომ ეს ნეგატიური გზნობები არ არის სწორი, ეს არის ასეთ უსამართლოდ არის წარმოშობილი. მაგრამ მეორე მხრივ ხედავთ, რომ ის არის გაჭედილი ამ გზნობებში. მისთვის ეს გზნობები თითქოს არის სრულიად ლეგიტიმური. ვიღაცის ძულბილი, ვიღაცისადმი აგრესია,
გაჯიუტება და ასე შემდეგ. და აქ ჩვენ ვრჩებით ხშირად გასაღების გარეშე, რა უნდა ქნა, როგორ მოუარო ამას. შეგონება შეიძლება არ ჭრიდეს. მაგალითად, როგორ დასაწყისი იქნებოდა უბრალო აღიარება, ვთქვათ, აი ამ ნეგატიური გზნობების ლეგიტიმურობის, რომ კი შენ გაკუფლება ვიღაცის მიმართ იყო აგრესიული, მე მესმის შენ და ასე შემდეგ. აი ეს თუ აგვართმევინებს პირს ამ პრობლემას. იცით რა, თვითონ ახლა აგრესიასთან დაკავშირებით საუბრობდით, ეს არის ფრუსტრაციის შედეგი, რომ აგრესია ყველა ცოცხალი არსების დამახასიათებელი თვისებაა. უბრალოდ პრობლემა არის აგრესიის მართვა და აგრესიის არ მართვა, ანუ ამ აგრესიის ქცევის მართვას ასწავლიან ბავშვს თუ არა. ახლა იგივე აი ბავშვის გაჯიუტება, ხო. ძალიან ხშირად არის ასეთი შემთხვევა. მოყავთ ჩემთან თქვა 3-4 წლის ბავშვი და მშობელი ამაყავს კომპიუტერს, იცით როგორ ფლობს, ყველაფერი შეუძლია თვითონ რთავს, თვითონ შეუძლია თამაშებს მიხვდეს, მულტფილმები ჩართოს და ასე შემდეგ. იგივე ბავშვი მოყავთ 10 წლის და მეუბნებიან კომპიუტერს ვერ ვაცლით. მუდმივად არის თამაში ჩარგული. აი აქ არის იცით ეს კონტინუალურად ან ხანგრძლივი დროის მანძილზე უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. აღს დაარიწყება 10 წლის ასაკში, როდესაც ბავშვი გახდა აგრესიული ან ბავშვი თამაშობს აგრესიულ თამაშებს. ეს იწყება სწორედ იმ 3 წლის ასაკში, როდესაც დედა ან მამა ელექტრონული ძიძის სახით უდებს წინ კომპიუტერს ან ტელევიზორს, ხო ხა. იგივე აი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ბრიტანელებმა არაჩვეულებრივი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომ 10 წლამდე ბავშვებს, რომლებიც ძალიან იყვნენ ამ კომპიუტერის თამაშში ჩართული, მიდიოდა მამა და თავაზობდა ამ ფეხბურთზე წასვლას ან სადღაც მასთან ერთად გასეირნებას, ხომ? 97% აგდებდა ამ გეიმერებს და დიდი სიამოვნებით. აბარა, რა თქმა უნდა, თანახმა იყო, გაყოლოდა მშობელს. ბავშვი სხვა ფენომენია, მასში სხვა ენერგეტიკაა, მასში სხვა პოტენციალი, აი ამისი დანახვა არ უნდა და ამისი მიღება არ უნდა. ყველაზე მთავარი პრობლემა იცით რა ხდება, რაც უფრო ასაკოვანია მშობელი, ხო? მით უფრო მეტი აქვს პრეტენზია ბავშვის მოძრაობაზე, ბავშვის დინამიურობაზე, ამ ჰიპერაქტიურობაზე. რა ქნას ამ ბავშვმა, მას სჭირდება გარემო, ხო? ბუნებრივად ბავშვები 1000 წლეულებს შენიშნებს აძლევს ხშირად და უშლის უნდა და საუბედუროდ ძალიან ბევრი ექიმი წამლებს უნიშნავს აი მშობლების ასეთი ჩივილების გამო ბავშვს და ნუ იქ კიდე ცალკე ესეც ძალადობის ჰიპერაქტიურად და აწყნარებენ. რა თქმა უნდა. და ესეც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა ესეც. აი არასწორი დამოკიდებულება ამ შემთხვევაში. ბავშვი 1000 წლეულების განმავლობაში ევოლუციის მანძილზე როცა ჩვენ ყალიბდებოდით, ისდებოდა ღია ადგილზე, ხო? ღია გარემოში. დღესდღეობით საწყლები არიან ძირითადად ოთახებში, საიდანაც თავისი ზომის გამო ფარჯარაში ცისმეც ვერაფერს ხედავენ. რა თქმა უნდა, მათ სჭირდება. ტიპური განპირობებულობა, ხტურის თამაშის, მიდებმოდების. აბარა, ყველა ბავშვთა, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვთა თამაში არის იმიტაცია დიდების თამაშების, ან ნადირობის იმიტაცია, ან ომის იმიტაცია, ხო, ანუ ვარჯიშია, ხო, იმიტომ რომ 1000 წლეულების მანძილზე რა უწევდათ ნადირობა და იგივე დამალოვანა და ხუჭობანა ეს დაჭერობანა. ევოლუცია. მით რა აი დღევანდელი მიმართულება ყველაზე პოპულარული, ამ ზომაში ამდენი 100 წლეულია, მაინც ჭერქვეშ ვართ, ხო? 100 წლეული ორი თაობაა, მესამე თაობა ეს. წინ იყო ასობით და 1000-ობით თაობა. ნიშნულოვანია თუ არა ბავშვი მიაჩვია გადაწყვეტილების მიღებას და როგორ შეიძლება დაეხმარო ამაში. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი დიდი პრობლემაა ის, რომ მშობლები საგადაწყვეტილებებს აძლევენ და მოითხოვენ ამ საგადაწყვეტილებების მორჩილებას. ეს შეიძლება უკვე მცირე ასაკიდან ალტერნატივის სახით შევთავაზოთ, რომ ჩაიცმევ ამ შარვალს თუ ამ შარვალს, ამ კაბას თუ ამ კაბას. სადილად გინდა ეს თუ ეს. აი ეს უკვე ძალიან დიდი პოზიტივია ბავშვისთვის. აი ბავშვი ვინც აი ასეთი დამოკიდებულებით დგებიან ოჯახში, საკმაოდ კარგი თვითშეფასებით ხასიათდება მერე შემდეგ. მოდი შევხედოთ, გავიდეთ ოჯახიდან და შევხედოთ სხვა გარემოსაც შეიძლება ბავშვი ასევე იჩაგრებოდეს, ბავშვი ასევე ძალადობდეს. ეს შეიძლება იყოს გარემოსაც ბავშვს აიძულებენ შრომას, ნუ შეიძლება ოჯახმა აიძულოს და საშრომად ქუჩაში გაუშვას და ეს შეიძლება იყოს სკოლა, ხო?
სკოლაში ბავშვთან მიმართ ძალადობაზე ჩვენ კულტურაში ლაპარაკით თითქმის საერთოდ არ მიდის. აქ-აიქ თუ აღმოჩნდება ეს ეპიზოდური კერები, სადაც ეს საკითხი ისმის ხოლმე. არა და მე მგონია რომ ამ საზოგადოებას გამოვლენილი აქვს გარკვეული მგრძნობიარობა ასეთი ძალადობის მიმართ. მახსოვს ერთხელ სოციალურ ქსელებში გავრცელდა თურქი ძიძა როგორ ცემდა ბავშვებს საბავშვო ბაღში და მახსოვს აი საყოველთაო რა ვიცი აღშფოთება, განრისხება, გაუმწევებაც კი. ანუ როცა შენ არ იცი თურმე შენ ბავშვებს ასუშვებიან. ისევ თქვენს პრაქტიკას და განზოგადებებს რო დაუბრუნდეთ, საინტერესოა როდესაც ბავშვები თქვენთან მოდიან პრობლემით, მოყავთ ისინი მშობლებს, თქვენ დაკვირვებით რამდენ ხშირად არის ამ პრობლემათა წყარო სკოლა და სკოლის შიგნით ურთიერთობები. ცხადია მე შორს ვარ იმაზრისგან რომ მარტო მასწავლებელსა და ბავშვს შორის ურთიერთობებს მივაწერო ეს პრობლემები, თუ კი ისინი არსებობს, არა იქ შეიძლება იყოს ბავშვებს შორის, თაობებს შორის. ზალს ამანდაშვილმა, რომელიც ადრე იყო 53 სკოლის დირექტორი, მითხრეს მისთვის ახალი გამოცდილება იყო მაშინ, რომ ძალიან ბევრი ახალი რამ გაიგო ცხოვრებაში და პირველი რაც არის ის პირველი რაც გაიგო დაინახა რომ თურმე სამყარო ეყოფა უფროსებად და უმცროსებად სკოლაში და ეს დაყოფა სწორედაც რომ რაღაცა ძალადობრივი ურთიერთობის ახსაწერად გამოიყენა მაშინ მახსოვს ჩვენ არ ვიცით ეს პრობლემა გაქრა თუ არ გაქრა სკოლაში გვახსოვს რას შეეცადა სახელმწიფო ამის აღსაკვეთად ხო მანდატურების ინსტიტუტის შემოღებას მაგრამ თან შემოიღო და თან მე დაკეტა ეს სისტემა ისე რომ ჩვენ არ ქონდა მსჯელობის და ინფორმაციის გამოტანის საშუალება იქიდან ჩვენ ვერ ვლაპარაკობდით ინფორმაციას არავინ არ იძლეოდა რაც ფიქრობ რომ იყო ძალიან დიდი შეცდომა იყო იმიტომ თუ შენ გინდა რომ ძალადობას წერტილი დაუსვა სკოლაში, მაშინ ეს კეთილშობილი ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ მიზანი გახადე მისაწვდომი საზოგადოებისათვის, ხო? ეს არ გააკეთეს. და ჩვენ ვართ ისევ და ისევ კითხვის ნიშნების ამარად დარჩენილები, ეგრე მგონია. რაც შეეხება თვითონ აი ბულინგის ან თანატოლების მხრიდან ყოჩობას ეძახიან. ხო, ასეთი ფაქტები იყო გარკვეული წლების წინ, თუმცა ბოლო რამოდენიმე წელია სწორედ სავარაუდოდ აი სწორედ ამ ინსტიტუტის მანდატურის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ ძალიან თითქმის არ მახსოვს რომ დაფიქსირებული იყოს. თუმცა იყო ასეთი შემთხვევები, როდესაც იყო გარკვეული უფრო ემოციური ძალადობა, ერთი ასეთი ფიზიკური ძალადობაც თინეიჯერული სუბკულტურების მიმდევარი ბავშვების მიმართ ეს სკოთების და ემოების ხო სუბკულტურის მიმართ კლასელების მხრიდან იყო შემთხვევა მასწავლებლის მხრიდანაც ძალიან ძლიერი ემოციური ზეწოლა ასეთ ბავშვზე. თუმცა რაც შეეხება ეს ნაკლებად აღარ ფიქსირდებოდა. აქ ასევე საინტერესოა მე მესმის ეს არ არის თქვენი პროფილი თქვენ სკოლაში არ უმუშაოთ, მაგრამ საინტერესოა თუ არსებობს სპეციალური ცოდნა, რომელიც დაეხმარებოდათ მასწავლებლებს და მშობლებს ურთიერთქმედებაში, ხო? ანუ სტერეოტიპი ეგეთი მიდიხარ სკოლაში, იგებ ბავშვი როგორ იქცევა, მასწავლებელი ან კარგს გეუბნება, ან ცუდს, იკრიტიკებს და მე შენ მოდიხარ და ბავშვს სახლში საქმეს ან ურჩევ, ან პირიქით აქებ თავზე ხელს გადაუსვა. ძალიან სქემატურად წარმოაჩენ ამას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობებს შეიძლება უფრო ნაყოფიერი ხასიათიც ჰქონდეთ, ხო? რასაც ჭირდება ერთი მხრივ მასწავლებელს უფრო მაცოდნა ალბათ და მეორე მხრივ მშობლის მხრივაც ცოდნა ქცევისა ასეთ შემთხვევაში. მანდაც ახლა თუ იტყვით რომ სკოლაში ფსიქოლოგის სკოლაა გამოსავალი, მე ვიტყვი რომ როგორც ცნობილია სკოლებს აქვს თავიანთი ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტს ძალიან მოვჭირდეთ ხარჯავენ, არ ემეტებათ ხოლმე ფსიქოლოგებისთვის. ცით რა არის აქაც ხა მე ვთქვი რომ ჩვენ გველოდება ის რაც 70-იან წლებში გაიარა ევროპამ და ამერიკამ ხახა ამასთან დაკავშირებით იგივე ევროპას და ამერიკას ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს კონკრეტულად აი 96 წელს ჩაატარეს კვლევა აღმოჩნდა რომ ლონდონში ყოველდღიურად 1000 ბავშვი სკოლაში არ მიდიოდა სწორედ აი ამ ბულინგის შიშით დაიწყო კამერების გამოყენება იგივე
ჩართულობა დაცვის პოლიციის, ანუ ჩვენი მანდატურის ანალოგი რაც არის და გაძლიერება ფსიქოლოგის ფუნქციის. ეს პრობლემა ლონდონის სკოლებში ფაქტიურად როგორც წერენ ბოლო პერიოდში მოხსნილია. ანუ არის ბევრი გამოცდილება ამ ხრივ, იგივე ამერიკაში, იგივე ევროპულ ქვეყნებში, ირლანდიაში არაჩვეულებრივად არის ეს ყოველივე სათანადო დონეზე ისე ასული, რომ ფაქტიურად ერთად მონაწილეობენ აღზრდაში სკოლის ფსიქოლოგი, მშობელი და შესანიშნავი შედეგებია ამის. თუმცა აქ ხანდახან სრულად უკუღმართ და ისტორიულ რეაქციას აგებებენ ხოლმე, როცა სახელმწიფო გამოიჩენს სურვილს აი ამგვარი ჩარევის, მაგალითად კამერების დაყენება, ან თქვა მანდატურების შეშვება, აი სრულად პერსონალური ინტერპრეტაციები მოჰქონდა ამას მახსოვს, ეს არის ჩაშვების ინსტიტუტის წახალისება, ეს არის საყოველთაო თვალთვალის ტენდენციის გაგრძელება და ასე შემდეგ. აქ მე მესმის აქ ბავშვებს შობლებზე მასწავლებლის მიღმა გადის პრობლემა და პრობლემა მიდის მედიასთან, რომელიც ამ ყველაფერს სიამოვნებით გადმოსცემს ისტერიის თანხლებით და საზოგადოებასთან, რომელიც მზად არის სწორედ ისე აღიქვას მოვლენები, როგორც მას მედია აწვდის. არის სწორედ ეს ფაქტორებია, რომ სწორად უნდა მოხდეს გააზრება, თუ დრო გვაქვს ერთ ამერიკელი ფსიქოლოგი ჯონ ბანდურა, რომელმაც შესანიშნავი ექსპერიმენტი ჩაატარა. ბავშვები იჯდნენ ოთახში თითო-თითოდ. იჯდა ბავშვი, რაღაცას აკეთებდა, ან ძერწავდა, ხატავდა. ოთახში იყო დიდი ზომის თოჯინა. შედიოდა ვინმე ამ ოთახში, ოღონდ დიდი ასაკით. რამდენჯერმე ურტყავდა ამ თოჯინას ხელით, ან ფეხით და გადიოდა ოთახიდან. ბავშვები დგებოდნენ, მიდიოდნენ თოჯინასთან, სხვადასხვა ასაკი იყო, ძირითადად ეს კეთდებოდა 12-7 წლამდე ბავშვებში. მიდიოდა თოჯინასთან, ურტყავდა ისევე როგორც უფროსმა გააკეთა ეს და ბრუნდებოდა და აგრძელებდა ხატვას. ანუ ბავშვი თავისთავად არის ჩადებული გამეორება ქცევების, ხო, უფროსების ქცევების. ანუ ეს ყველაფერი იცით, აი თვითონ აი რაც ბრძანეთ ხო ეს პროტესტები და რაღაც ეს უფროსების პროტესტებს იმეორებენ შემდეგ ბავშვები, ხო? ანუ ეს ნეგატიური ქცევა ხო ბავშვების მიმართ ბევრად უფრო ცუდი ძალადობა იგივე აი მაგალითად კორეელების კვლევა კორეის პარლამენტში მოხდა ხელჩართული ჩხუბი. დიახ. ხშირი აღარ არის, იმიტომ რომ გამოიკვლიეს ფსიქოლოგებმა და აჩვენეს რომ როდესაც ეს ჩხუბები ხდებოდა, იწყებოდა სკოლებში ხელჩართული ჩხუბები იგივე თითქმის პრინციპებზე დაყრდნობით და იგივე შეურაცხყოფის სიტყვების გამეორებით, ხო? გაასაჯაროეს ეს ყოველივე და უთხრეს, რომ თქვენ ამით ნეგატიურად მოქმედებთ ბავშვებზე. ნეგატიურად მოქმედებთ ბავშვის ფსიქიკაზე და დღეს უკვე ყველაზე ახლო მაგალითი ეგ არის, ხელჩართული ჩხუბები ახსოვს. ეს არის, იცით, ანუ აი ძალიან ისეთია ბავშვის ფსიქიკა. ცოტა ხნის წინ იყო იგივე ეს სატელეფონო ზარები აფეთქებებთან დაკავშირებით. დაიწყო დიდი ასაკის ადამიანმა. ეს ქცევა შემდგომში ყოველთვის მეორდება ბავშვების მხრიდან. ეს ის კი არ არის, რომ ან ბოროტი ბავშვი არის ჩადებული ეს მექანიზმი, რომ ის იმეორებს. ხო, იმ ქცევას, რასაც დიდებში ხედავს. ამიტომ თვითონ ალბათ აი ამ ხრივაც უნდა მოხდეს ცვლილება, რომ ეს ნეგატიური ინფორმაციები, ასეთი აგრესიული გამოვლენები მინიმალური უნდა იყოს ზოგადად. ზაზა, დიდი მადლობა დღევანდელი საუბრისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ზაზა ვარდიაშვილი, ბავშვთა ფსიქოლოგი. ამოების ბაზარი ამით სრულდება. ნახვამდის.